მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმის, რომ ამდენი ხანი არ ვჩანდი და ვიდეოები არ იდეოდა ჩემ არხზე, მაგრამ ახლა მინდა თავმოდგეთ რომ დავბრუნდი. ამდა კი ერთი მცირე ტყოლმექი თქვენთან გამოიწერთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. ახლა კი ნამდვილად ვიწყებთ. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც 150 წელზე მეტია მოქმედებს. აქვს საკუთარი წესები, საკუთარი იერარქია და საკუთარი ოჯახები. და რაც ყველაზე საინტერესოა, ბევრი მათგანი დღემდე ვერ იპოვეს. ეს არის კოზა ნოსტრა, ყველაზე ცნობილი სიცილიური მაფია მსოფლიოში. მაფიას ხშირად ფილმებიდან ვიცნობთ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ის უფრო რთული და ორგანიზებულია, ვიდრე ჩვენ გონია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, როგორ შეიქმნა, როგორი სტრუქტურა აქვს, ვინმის ემორჩილება, სად საქმიანობა და რა წესებით ცხოვრობენ. ყველაფერი იწყება იტალიის კუნძულ სიცილიაში, მე-19 საუკუნეში. იმ დროს ხელისუფლება სუსტი იყო. სამართალი არ სუფევდა. ხალხს სჭირდებოდა დაცვა. ხოლო ეს ყველაფერი გამოიყენეს გავლენიანმა კაცებმა, რომლებიც მოსახლეობას დაცვას პირდებოდნენ. მაგრამ სინამდვილეში ამ დაცვაში ფულს იღებდნენ და კონტროლს ამყარებდნენ. ასე ნელ-ნელა შეიქმნა მაფიის ოჯახები და ამ ოჯახებს საერთო სახელიც დაერქვა კოზა ნოსტრა. რაც ნიშნავს ჩვენ საქმეს, ანუ რა ჩვენ გვეხება, ჩვენ წვენთ. მოგვიანებით მაფია ამერიკაში გადავიდა, განსაკუთრებით ნიუ-იორკში, სადაც იტალიელი იმიგრანტების უბნებში ძლიერი გავლენა მოიპოვეს. რას ნიშნავს ოჯახი მაფიაში? როცა ვამბობთ მაფიას, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ერთი დიდი გუნდი. ოჯახი ნიშნავს კლანს, რომელსაც თავისი ბოსი ყავს, თავისი ხალხი, თავისი ტერიტორია და თავისი შემოსავალი. მაფიის სტრუქტურა. ახლა წარმოიდგინე ორგანიზაცია, როგორც პირამიდა. ზემოთ ყველაზე ძლიერი ხალხია, ქვემოთ კი ისინი, ვინც დავალებას ასრულებენ. ყველაზე მაღლა დგას ბოსი, ის არის ოჯახის ლიდერი, ავტორიტეტი და მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები. ვინ იმუშავებს, რა საქმე გაკეთდება, ვინ დაისჯება და ვინ დაწინაურდება, ამას ბოსი წყვეტს. ბოსის შემდეგ მოდის მისი მოადგილე, თუ ბოსი დაკავებულია, ქვეყნიდან არის გასული ან დაიჭირეს, ყველაფერი გადის ამ ადამიანზე. მის შემდეგ მოდის უკვე მრჩეველი, ეს არის ყველაზე ჭკვიანი და სანდო ადამიანი ბოსის გვერდით, ის არ დარბის ქუჩებში, არ აკეთებს შავს სამუშაოს, მაგრამ ის აძლევს რჩევებს ბოსს და მის ქვეშემდგომებს. მის შემდეგ მოდის უკვე ჯგუფის ლიდერი, კაპიტანი, ის ხელმძღვანელობს პატარა გუნდს, რომელსაც ეკიპაჟი ეწოდება. ამ შემდეგ მოდის უკვე ოფიციალური წევრები, ესენი არიან მოათვლილი წევრები, ვინც გაიარა რიტუალი და ოფიცი, ისინი ოჯახის სრული ნაწილი არიან და ემორჩილებიან კაპოს. ბოლო არის ასოცირებული წევრები, ესენი არიან არაოფიციალური წევრები მაფიის, მაგრამ მუშაობენ მათზე, შეიძლება იყვნენ მძღოლები, ინფორმატორები და ბიზნეს პარტნიორები. ალბათ გაინტერესებთ როგორ ცხოვრობენ მაფიის წევრები, მაფიაში ყველაზე დიდი კანონი არის ომერტა, ანუ დუმილის ფიცი. ეს ნიშნავს, რომ მაფიაზე, მის წევრებს და მის საქმეებზე გარეთ არ უნდა ლაპარაკობს და არანაირად არ თანამშრომლობენ პოლიციასთან. სხვა წესებსაც შეეხება ღალატი იჯება სიკვდილით, ასევე ნებურს გარის საქმის აწყება შეიძლება დაისურვოს სიკვდილით და კონფლიქტი გარეთ არ გადის არასდროს და გვარდება შიგნით. საქმიანობა, სად მუშაობენ და რა საკეთებენ. კოზა ნოსტრა არის უბრალო ქუჩური კრიმინალი. მათი საქმიანობა იყო ორგანიზებული ბიზნესივით. რეკეტი ბიზნესებს დაცვაში ფულს აღთევინებდნენ. კონტრაბანდა, სიგარეტი, ალკოჰოლი და ნავთობი. კაზინოები და აზარტული თამაშები. პორტების და ტვირთების კონტროლი. რესტორნები და სხვა ბიზნესები ჩრდილოვანი მართვით. შავი ბაზარი და არალეგალური ვაჭრობა. ახლა კი მინდა გესაუბროთ ტომას ბუსკეტაზე, პირველი დიდი ობიექტური ინტერვიუ შედგა მასთან, ის იყო იტალიური მაფიის წევრი. როცა ბუსკეტა მათთან მივიდა, მას აიძულეს დიდი გაეჭრა და სისხლის სიწმინდის სურათზე დაედო. მას განუმარტეს, რომ თუ ოდესმე შეიცვლიდა ორგანიზაციას, მისი ხორცილა დაიწვას, ისე როგორც ეს სიწმინდის სურათი. მას ასწავლეს ომერტა, დუმილის კოდექსი და უთხრეს, რომ თუ ამ კოდექსს დაარღვევდა, შედეგი მხოლოდ სიკვდილი იქნებოდა. ბუსკეტა ამბობს: მაფიაში შესვლა არ არის სამსახურში მიღება. ეს ფიცი შენი სულისთვის არის. თუ ოდესმე დაარღვევ კოდექსს, შენი ხორცი იწვება, ისე როგორც წმინდა სურათი, რომელსაც ეხება. მე არ შეავსე განეცხადი, უბრალოდ დამპატიშეს. მომახსენეს, რომ ყოველთვის უნდა ვიყო ჩუმად, არ შევხედო სხვების ცოლებს. არ ვიქრობდო და როცა მომეკითხავენ, აუცილებლად იქ უნდა გავჩნდე. ჯერ საქმით ამტკიცებ ერთგულებას, მერე და ფიც და დუმილი უფრო მძიმეა ვიდრე სისხლი. ვიდეო დასასრულს მინდა ვისაუბროთ დღევანდელობაზე. დღეს კოზა ნოსტრა კიდევ არსებობს, მაგრამ უკვე აღარ არის კლასიკური მაფია, რომელსაც წარსულში ვიცნობდით. ისინი ახლა უფრო დამალულად ბიზნესურად და თანამედროვე ტექნოლოგიებით მუშაობენ. გემბლინგი, ფულის გადათრება და ინტერნეტ სქემები. სამართალდამცავები აქტიურად აკონტროლებენ მათ, თუმცა მსოფლიოს თვალში ისინი დღემდე ბნელი, საიდუმლოებით მოცული ორგანიზაცია არიან. დღევანდელ ვიდეოში შევსაუბრეთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ იტალიურ მაფიაზე, კოზა ნოსტრაზე. თუ მოგეწონა ვიდეო თხოვნა, გამოიწერო არხი და დალაიქოთ ეს ვიდეო. მეტი ინფორმაცია სამწუხაროდ და არც უცხოურ და არც ქართულ წყაროებში არის, საერთოდ ქართული ვიდეო ამ თემაზე არ აკეთებულა. ამიტომ ძალიან დიდი და ძალიან ვრცელი ვიდეო არ გამოვიდა სამწუხაროდ, მაგრამ შემდეგ ვიდეოებში გამოვასწორებ და აუცილებლად გავაკეთებ საკმაოდ დიდ ვიდეოებსაც. აუქემოდოთ ახალ 2021 წელს, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. დროებით.